აბიტურიენტები პირველ საგამოცდო შედეგებს ეცნობიან. დღეს მათთვის ქართული ენისა და ლიტერატურის შეფასებასთან ერთად ცნობილი გახდა უცხო ენის საგამოცდო შედეგებიც. მარიამ დავლაძე ორმაგად ბედნიერია, მან ორივე საგანში მაქსიმალური შედეგი დადო. 60-დან 60 ქულა ქართულში, 70-დან 70 კი ინგლისურში. ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ქართულში 60 ქულა უმაღლესი, ინგლისურში 70 ქულა. ვერც გადმოვცემ სიტყვებით. სიმართლე რომ თქვა, ინგლისურში ველოდი 70 ქულას და ამბიციაც მქონდა 70 ქულის აღების, რადგან ბელა მასწავლებელმა ჩადო უდიდესი შრომა ჩემს მომზადებაში და ზოგადად ბავშვების მომზადებაში და ის რომ 70 ქულა ავიღე, ეს ნიშნავს რომ დაუფასდა მას შრომა და ყველაზე მეტად ის მიხარია რომ არ ჩავარდა მისი შრომა წყალში და დიდ მადლობას ვუხდი მას. პირველად რომელი ნახე, ინგლისური ნახე თუ ქართული? პირველად ქართული და ქართულს არ ველოდი სიმართლე რომ თქვა 60 ქულას და რომ დავინახე ჯერ ავხდი სიხარულით და შემდეგ უკვე ტირილი დავიწყე მომდევნო 10 წუთი. და მე ნახე ინგლისური. კი. და მე ინგლისურშიც რო მაქსიმალური იყო? მე კიდე უფრო აპტიჩი. პირველ ემოციებზე გვესაუბრებიან მაქსიმალური შედეგების მქონე სხვა აბიტურიენტებიც, თუმცა წარმატებულთა რიცხვი გაცილებით მეტია. ძალიან ბედნიერი ვარ, მაქსიმალური ქულა რომ ავიღე და ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართულში მაქსიმალური ქულა, იმიტომ რომ ჩემთვის მხოლოდ საგანი არ არის, იარაღია თავისუფალი აზროვნებისთვის და ნამდვილად დავწმუნდი იმაში, რომ შრომას ყოველთვის აქვს აზრი. თავიდან შეიძლება გაგიჭირდეს, წარე იყოს, დაიტანჯო, მაგრამ მე შედეგი იმდენად კბელია, რომ ყველაფერი გავიწყდება და კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით. და რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ჩემს მასწავლებელს, საუკეთესოთა შორის საუკეთესოა. ნუ ისწავლეთ იმისთვის, რომ აბიტურიენტები იყოთ, ისწავლეთ იმისთვის, რომ შეისწავლოთ თქვენი ენა და თავისუფლად წეროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გამოცდები გადაივლის და აზროვნების უნარი დარჩება სამუდამოდ. ბელა კაპანაძესთან მემზადებოდი 2 წელი ინგლისურ ენაში და კმაყოფილი ვიყავი ჩემი ნამუშევრებით და 70 ქულას ველოდებოდი სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ თემაზეც ბევრს მუშაობდით, ყოველდღე გვაწერინებდა, სიტყვებზეც კარგად ქონდა ნამუშევარი სავარჯიშოებზეც და თან ნაწერი საკითხები მოვიდა სულ, გავლილი არც ქონდა ბელასთან, არც არაფერი არ იყო უცხო და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით და გახარებულიც ვარ, იმიტომ რომ ჩვენი შრომა დაგვიფასდა და მასწავლებელს გავახარეთ და მადლობას ვუხდი აქედანაც ძალიან დიდ. ქართულშიც ავიღე გრანტის ქულა, 60-დან ავიღე 52 ქულა. ქართულში დიდად კმაყოფილი არ ვარ, იმიტომ რომ ნერვულობის ფონზე ბევრი ქულა დამაკრდა და მაგრამ ვერაფერს არ შეცვლით ახლა და ვიცი რომ წინ უფრო კარგი შედეგები გველოდება ყველას. დღეს ვიყავი ძალიან აღელვებული, ხელების კანკალით შევედი და 60 ქულა რო დავხვდა, თავიდან ვერ გავიაზრე, მეთქი ეს ინგლისურის ქულა არის. სიმართლე რომ გითხრათ 59 წეროდი, მაგრამ მაინც ძალიან აღთვალებული და აღელვებული და პირველი რაც გავაკეთე იყო რომ დავურეკე ელისო მასწავლებელს. და რა ვიცი, მომავალ აბიტურიენტებს ურჩევ რომ ყველაფერი წაიგითხოთ, გაიაზროთ, თუ ელისო მასწავლებელთან მოხვალთ, დაუჯერეთ, ისწავლეთ ჩანაწერები და აუცილებლად გაგემართლებთ ელისოს ბავშვებს 60 ქულის მიღება შეუძლიათ. სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ ველოდი 70 ქულას, არც იმის ამბიციით არ შევსულვარ, რომ 70 ქულას ავიღებდი, მაგრამ ბელა მასწავლებლის დიდი შრომა და ჩვენი შრომა მართლა დაფასდა და ეს ძალიან სასიხარულოა. ბელა მასწავლებელი რო ასე გავახარეთ, ეგ ჩემთვის უფრო სასიხარულო იყო. და მადლობა მას ყველაფრისთვის. პირველ რიგში მინდა აბიტურიენტებს ურჩიო ყველას, ვინც ის ქულა ვერ აიღო, რასაც ელოდნენ, რომ ეს არ არის საბოლოო შედეგი და ცხოვრებაში კიდევ უამრავი წარმატება ელოდებათ. ყველა ჩემ თანატოს მიულოცო ის შედეგი, რომლებიც გახარებულები არიან მათ განსაკუთრებით. და ფიქრობ, რომ ჩემი წარმატება დამოკიდებული არის ჩემს რეპეტიტორზე, ქალბატონ ელისო ბერაძეზე, რომელიც ყველაფერში, რა ვიცი, გონი ცხოვრების მასწავლებელი უფრო არის, ვიდრე მარტო საგნის და 60 ქულას არ ველოდი, ძალიან შოკირებული ვიყავი, რომ გავიგე. მაგრამ მაქსიმალური ქულას ველოდი. დღესვე მოგვიანებით ცნობილი გახდა ასევე ისტორიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების გამოცდების შედეგები. ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრში 3 ივლისიდან 22 ივლისამდე მიმდინარეობდა. მასში 39,000-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა. საქართველოში ტურისტული სეზონი აქტიურ ეტაპზე არის.
სოფელ საზანოში და მის შემოგარენში მრავლად არის უკვე საოჯახო სასტუმროები, მარნები, რომლებიც მასპინძლობენ უცხოელ სტუმრებს. მაგრამ ამ ხრივ ჩვენ ვაწყდებით პრობლემას, ეხლა ვიმყოფებით სამცვერას ჩანჩქერზე. შეიძლება ითქვას, რომ აქ მოსვლა საფრთხის შემცველია, არის საგრძნობლად მოულელი. მაგალითად 2 დღის წინ დაიმტრო ერთი ადამიანი და ეხლაც სამავთყოფოში იმყოფება, მალე გამოჯანმრთელებას უსურვებთ. პირველ რიგში მოსაგვარებელი არის დასუფთავების კუთხით მდგომარეობა. ამ მიმართულებით შესაბამისი სამსახურისკენ ვერ გავიშვათ ნამდვილად ხელს, ვინაიდან ადგილზე დგას ნაგვის ურნები, მინდა მოსახლეობას და აქ მომსვლელ ადამიანს ზოგადად მოუწოდო, ნუ დატოვებენ არჩენებს ადგილზე და ჩვენს ქვეყანას მხოლოდ სუფრასთან ჭიქის აწევით ნუ გავიხსენებთ. პირველ რიგში ეს არის ჩვენი სახე და ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ზოგადად სუფთა გარემოში რომ ვიყოთ. და რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებით, 2 წლის წინ აქ 400.000-მდე თანხა დაიხარჯა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან მინიმალურად ეტყობა ამ ადგილს ეს ამოდენა თანხა. კარგი არის რომ არსებობს ჩამოსასვლელი გზა, კარგია საპარკინგო სივრცე, მაგრამ ვინც ამ ადგილს კარგად იცნობს და მეთანხმება რომ რაც საპარკინგო სივრცეს ქვემოთ არის გაკეთებული, ნამდვილად არ მოითხოვდა ამ ადგილის სპეციფიკა ამ ყველაფერს. იქ არსებული ის კიბის საფეხურები, რომელიც ჩადის მდინარის პირას, ასე ვთქვათ, მოწყვეტილი არის ჩანჩქერიდან. აქ პირველად მომსვლელი ქართველის და უფრო მეტად უცხოელი ადამიანისთვის ეს ყველაფერი არის დამაბნეველი, ვინაიდან იქ რომ ჩადის მდინარის პირას, ჩანჩქერს ვერ ხედავს და ვერ ნახულობს და ბრუნდება უკან გულდაწყვეტილი. ასევე დაზიანებული არის ეგრეთ წოდებული ბონდის ხიდი, რომელზეც სახიფათო არის უკვე გავლა და ბევრი აქ მომსვლელი ადამიანი შიშით ვერ ბედავს გასვლას. მე პირადად უკვე დიდი ჯგუფები აქ ფაქტურად ვეღარ ჩამომყავს, წინაპირაში მყავდა საკმაოდ დიდი ჯგუფი, ასაკიანი ხალხიც იყვნენ და აქედან უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვამჯობინე რომ არ ჩამოვსულიყავით. ჩემი აზრით, ანუ როგორც ვახსენე, დასუფთავების პრობლემა უნდა მოგვარდეს პირველ რიგში და ინფრასტრუქტურის ნაწილში, მაგალითად საპარკინგო სივრციდან პირდაპირ რომ გადმოდიოდეს, რითაც სარგებლობთ აქ მოსული 90% ადამიანების, ანუ რა ჩამოსასვლელი გზაც არის, იმ გზას უნდა დაუკავშირდეს საპარკინგო სივრცე. ამ ეტაპზე არის მოუწესრიგებელი, არის სილიანი და ფეხით სურავს და სახიფათო იქ ჩამოსვლა. ადგილობრივებისთვის ეს შეიძლება პრობლემას ჩვენთვის არ წარმოადგენდეს, მიჩვეული ვართ აქ დაბადებული გაზრდები ვართ, მაგრამ როდესაც მოდის უცხოელი სტუმარი, ეს ამის მოგვარება არის აუცილებელი. ასევე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე აქ არ დგას რაიმე საინფორმაციო ბანერი, რომელზეც უნდა იყოს ამ ადგილის მცირე ისტორია დატანილი და უცხოელ სტუმარს მით უფრო გაუჩნდეს უცხოელ სტუმარს იცოდეს თუ სად მიდის და რა უნდა ნახოს. ამის ასე ვთქვათ გაკეთება აუცილებელია და ამ ყველაფრის მოგვარება არა უშუალოდ ამ ადგილის განვითარებაზე იმოქმედებს, არამედ მიმდებარე სოფლების და მოსახლეობის ძალიან ბევრს აქვს უკვე ტურისტული ობიექტი და ბევრსაც კიდევ იდეები აქვს ამ მიმართულებით რომ განვითარდეს და ამ ყველაფრის მოგვარება არის აუცილებელი და ვფიქრობ მომავალში ეს პრობლემა გადაიჭრება როგორც მოსახლეობის და ასე ვთქვათ შესაბამისი ორგანოების ჩართულობით და უნდა მოგვარდეს აუცილებლად. თავდაცვის სამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად უკვე მესამე წელიწადია ახორციელებს პროექტ ჯარის ბანაკს. წელს აღნიშნული პროექტი ხორციელდება 2 ლოკაციაზე: საჩხერის ბესიკუთათელაძის სახელობის სამთო-მომზადების სკოლა და კოჯრის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია. პროექტის პერიოდში ბავშვები მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა აქტივობებში, როგორიც არის სამთო-მომზადება, სამედიცინო მომზადება, პირველადი დახმარების აღმოჩენა და დაშავებულზე, ასევე პნევმატური იარაღების სროლაში, ნავიგაციაში, საინჟინრო მომზადებაში. აღნიშნული აქტივობები არის საკმაოდ ემოციები დატვირთული. ბავშვები ბანაკის პერიოდში სწავლობენ გუნდურობას, ერთმანეთის გატანას, ერთად მუშაობას, სხვადასხვა წინააღმდეგობებისა და დაბრკოლებების ერთობლივად დაძლევას. ისინი არა მარტო ერთობიან, არამედ ხვდებიან ისეთ პატარ-პატარა დაბრკოლებებს, რომლებიც გადალახვაც მათ უვითარებს თვითდაჯერებულებას, საკუთარი თავის წმენას და მომავალში გაუადვილებს დამოუკიდებლად ცხოვრებას. და ბანაკის დასრულების პერიოდში უკვე შეიმჩნევა, რომ ეს ბავშვები ერთიურად გაიზარდნენ.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, ასევე ცნობიერების ამაღლება ზოგადად სამხედრო ცხოვრების წესთან დაკავშირებით და ხელს უწყობს ჩვენი ახალგაზრდების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. ჯარის წესი, ჩოულება, რეჟიმი და ამიტომაც მქონდა დიდი სურვილი რომ მოხვედრილიყავი აქ და პატარა ოცნებაც ამიხდა. ბანაკის ერთი დღე ძალიან განსხვავებული არის სხვა ჩოვლებრივი დღისგან. დღის განმავლობაში ძალიან ბევრ აქტივობებში ვარ ჩართული და ამ ყველაფერს დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ყველაზე მეტად გამოვარჩევდი იარაღის დაშლა აწყობას, რადგან ძალიან მიყვარს ზოგადად იარაღთან შეხება და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები. აქ გატარებულმა დღეებმა მოგცა ის ცოდნა, რომ უნდა ვიყოთ მეტად დისციპლინირებული, მეგობრულები, ერთმანეთის გვერდში დგომა უნდა ვიცოდეთ და რაც მთავარია ერთგულება. Mani gulis dakhili jaris katsapariya, zamachabllo საქართველო არის. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ახალგაზრდობის სააგენტო მუდმივად მრავალფეროვან პროექტებს თავაზობს ახალგაზრდებს. მთელი წლის განმავლობაში სააგენტოს გუნდი არაერთ საზაფხულო და თემატურ ბანაკებს მართავს. ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი ჯარის ბანაკია, სადაც ახალგაზრდობის სააგენტო ამ პროექტის მთავარი სულით ჩამდგმელის თავდაცვის სამინისტროს პარტნიორია. ჯარის ბანაკი 5 დღიანია და ის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს მასპინძლობს. ბანაკი დაუწყარ მოგონებებს და თავგადასავლებს ჩუქნის ბავშვებს. ამაში ძალიან დიდია თითოეული აქ მყოფი სერჟანტის როლი. მათი თბილი დამოკიდებულება და ძალისხმევა კიდევ უფრო მეტხილს ძენს ბანაკს. საქართველოს გაუმარჯოს! გაუმარჯოს! გაუმარჯოს!